დედაქალაქის მთავრობის ხდომა კახა კალაძის განცხადება. გამარჯობა, მოგესალმებით, მეგობრებო. ვიდრე დავიწყებ საკითხების განხილვას, მინდა რამდენიმე თემა შევეხო. ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქის მოსახლეობას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, გვაქვს ბევრი საინტერესო პროგრამა, რითაც ხელს უწყობთ და ვეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ერთი ასეთი პროგრამა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შიშუმ პირებისთვის 3171 ვაუჩერი გაიცემა. საქართველოს კურორტებზე დასასვენებელ ადგილს და სასტუმრობს თვითონ ვაუჩერით მოსარგებლე შიშუმ პირის კანონიერი წარმომადგენელი თავად განსაზღვრავს, თავად აირჩევს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება. აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი სარგებლობს და რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ დაფინანსება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება მაისის თვიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და მის მფლობელს ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თვეს და რიცხვში შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული ვაუჩერი. შიშუმ პირის კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე საქართველოს პოსტის მეშვეობით მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას შეძლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრში. ანუ კურიერი, რომელიც მოიტანს ვაუჩერს და შეიძლება სახლში არ დახვდეთ, ადამიანი, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის დედაქალაქის მერიის სერვის ცენტრში მობრძანდეთ და მიიღოთ თქვენი ვაუჩერი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის და ჩვენი მხრიდან იცოდეთ, რომ ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, თანადგომა. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ისე განმოვითაროთ, ისე წავიდეთ წინ, რომ ასეთი პროგრამების განხორციელება, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები და ნაკლები უნდა იყოს. თუმცა მანამ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა, ყოველთვის გვერდით დაუდგებით და ყოველთვის იქნება აღნიშნული პროგრამების სხვადასხვა მიმართულებით. მინდა შევეხო ასევე ერთ თემას, რომელიც საკმაოდ პრობლემურიც არის, სენსიტიურიც არის. დედაქალაქში გვაქვს ბევრი გამოწვევები, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, კარგი პროექტები განხორციელდა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები, რაც ძალიან აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება. ასევე დედაქალაქში არსებული თავშესაფარი უნდა აღინიშნოს, რომ ვერ უმკლავდება აღნიშნულ რაოდენობას, რაც არის მიუსაფარი ცხოველების სახით დედაქალაქში და წარმოადგენს პრობლემას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურით და ტექნიკით იქნება აღჭურვილი. ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
გარდა ამისა, როგორც იცით, სააგენტომ რამდენიმე თვის წინ ააშენა პოპულაციის მართვის ცენტრი, მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია, აღჭურვის პროცესი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააგენტოს ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი ცხოველის სტერილიზაცია მოხდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა. ჩვენ ამ პრობლემაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ, აქ მხოლოდ მუნიციპალიტეტები არ არის, ეს არის ყველას პრობლემა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ყველას ჩართულობა. გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე თქვენ იცით, რომ არის გარკვეული ცვლილებები და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში, უნდა იყოს მოწესრიგებული. ჰუმანური მიდგომებით ცხოველების ინტენსიური სტერილიზაციის გზით დედაქალაქში ქუჩის ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვის. უახლოეს პერიოდში უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე, რომ აღარ იყოს ცხოველი ქუჩის მძიმე პირობებში და ყველა მათგანს ჰყავდეს შესაბამისი პატრონი. ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა გაუკეთებელი აქ არაფერი არ არის და ყველას ჩვენი ჩართულობით და ადამიანების ჰუმანური დამოკიდებულობით შეგვიძლია ჩვენ აღნიშნული პრობლემა მოვაგვაროთ. მინდა შევეხო ასევე ერთ მნიშვნელოვან საკითხს, უსახკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებად ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ოჯახები, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახკარო ოჯახი, რომელსაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით ამ პრობლემის მოგვარებას და შესაბამისად უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე ცოტა მეტი ოჯახი დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით და დღეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, რა თქმა უნდა, გამოვიტანთ დამატებით შესაბამის ფართებს, რომელიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაესცემა იმ ოჯახებს, ვინც ელოდება საცხოვრებელი ფართების მიღებას. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაში არის მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია, საცხოვრებელი ფართები უსახკარო სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობას კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლების დაგვარად გვერდში დაუდგებით ყველას, ვინც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არავის არ დავტოვებთ. ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რაც ითვალისწინებს მაგალითად იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს ფართები არის სახელმწიფო საკუთრებაში და ეტაპობრივად ვახორციელებთ მათ დაკანონებას და ამ ოჯახებს გადავსცემთ საკუთრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც განვახორციელეთ, ეს იყო სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული ოჯახები, 10,000-მდე ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა. არის ისეთი ლოკაციები, სადაც სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, არის ისეთი ადგილები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე სამშენებლო ნებართვების სტადიაზეა. საბოლოო ჯამში ყველა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა ოჯახი, რომლებიც უკვე ათეული წლებია ელოდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ასევე გვაქვს პროგრამა კოოპერატიული ბინათმესაკუთრეები, დაზარალებული ოჯახები, მათაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავაკმაყოფილებთ და არ დარჩება არც ერთი ოჯახი, ყველა იქნება საცხოვრებლით
დაკმაყოფილებული. მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ გავამახვილე ყურადღება დედაქალაქის შემოსასვლელებში არსებული აბრების განახლებაზე. შესაბამისად, მივეცით დავალება არქიტექტურის სამსახურს დაეწყო მუშაობა აღნიშნული მიმართულებით და მოემზადებინა დოკუმენტაცია თუ როგორ უნდა გამოგვეცხადებინა და მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა კონკურსის გამოცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. არქიტექტურის სამსახურმა უკვე მოამზადა ყველაფერი და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ესე იგი, მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან შემოსასვლელებისთვის შემუშავდა ქალაქის დასახლების აღნიშნული მხატვრულ არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ საკონკურსო მასალები. კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა საკუთარი წინადადება წარმოადგინოს და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება, იმიტომ რომ გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს დამეთანხმებით, როდესაც დედაქალაქში შემოდიხარ სხვადასხვა მიმართულებიდან ის არსებული ნაგებობები, რომელიც არის დაზიანებული, დაძველებული, პრობლემური, საჭიროებს განახლებას და მოწესრიგებას. ეს იყო რის თქმაც მინდოდა მეგობრებო, ახლა უკვე დავიწყოთ დღესასწრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა.